მოგესალმებით ყველას. დღეს მოვედი ცოტა უჩვეულო ფორმატის ვიდეოთი და მინდა მსგავსი თემატიკის ვიდეოებით შემოგთავაზოთ, თუ რა თქმა უნდა თქვენგანაც იქნება თანხმობა და მზაობა და სურვილი ასეთი ტიპის ვიდეოების და წარმოგიდგინოთ შემოდგომის ფავორიტი პროდუქტები, რომლებშიც შევიდა თითქმის ყველა სახეობის პროდუქტი, რაც კი ყველაზე ხშირად გამოიყენა შემოდგომაზე. გარდა ამისა, რადგან ეს ვიდეო პირველია ამ ფორმატის, მოხდა რამდენიმე ისეთი პროდუქტი, რომელსაც უკვე მრავალი ძალიან ვიყენებ და არ შემეძლო რომ ისინი აი ამ ჩემს პირველ ვიდეოში არ ჩამერთო. ტრადიციულად სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდე, მათთვის პირველად არის აქ, გეტყვით რომ მეთათავარ, ეს ჩემი სურნელოვანი არხი, სადაც ვსაუბრობ მხოლოდ სუნამოებზე, როგორც წესი, აი ამ ვიდეოს გამოკლებით და თუ ეს თემა თქვენთვისაც საინტერესოა, ძალიან გამეხარდება ამ არხს თუ გამოიწერთ, აქვე გააქტიურეთ ზარი, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეო და შორტი, სურვილის შემთხვევაში ასევე Instagram-ზე და TikTok-ზეც მიპოვით. გადავალ უშუალოდ თემაზე და დავიწყებ კანის მოვლით. პირველი პროდუქტი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, საკმაოდ ბიუჯეტურია, ეს გახლავთ Mixas, საკმაოდ დიდი მოცულობის კრემი, რომელიც გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის. ხელზე, ტანზე შეგიძლიათ ის გამოიყენოთ სახეზე, თუმცა მე სახეზე არ ვიყენებ, მათთვის ვინც არ იცით, Mixas გახლავთ drugstore-ის პროდუქტი და საკმაოდ კარგი, ჩემი გამოცდილებით და ძალიან ბიუჯეტური ტანის მოვლის საშუალებები აქვს, თუმცა სახის მოვლის საშუალებებიც გამოუშვეს. ის ეკუთვნის L'Oreal Group-ს, თუმცა აი ხო გეუბნებით, ფასი ხარისხთან მიმართებაში არის ძალიან იდეალური. ვის დიდი ხანია ადევნებ თვალყურს Instagram-ზე ჩემს გვერდს, იცით რომ ძალიან დიდი მოყვარული ვარ მათი ტანის მოვლის ხაზის და პრაქტიკულად ყოველ ჯერზე რამდენჯერაც შემოთავაზება მომდის Mixas-გან, ყოველთვის სიამოვნებით ვთანხმდები ხოლმე მათი პროდუქტის გატესტვაზე. ეს კრემი შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ძალიან მჭირდება ხოლმე ზამთარში და შემიძლია წარმოვიდგინო, ბევრი ადამიანის განსჭირდება. ეს არის კერამიდები, სერამიდები, ვინ როგორც ეძახის, თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, გლიცერინი, სკვალანი და შეიცავს პარფიუმს, იცით, ჩემი დამოკიდებულება კი ეს მე ვარ, ადამიანი, რომელსაც ძალიან მიყვარს სუნამო, მაგრამ სუნამო მიყვარს როგორც ცალკე პროდუქტი და არა კანის მოვლის საშუალებებში, განსაკუთრებით სახის შემთხვევაში. გლიცერინი ჩვენ ვიცით, რომ დამატანიანებელი საშუალება, იგივე ჰიუმაქტანტი, რომელიც კანის გამოშრობისგან იცავს და პირადად ჩემი გამოცდილებით, მაგალითად გირჩევთ, რომ ცივი სეზონისთვის შეარჩიოთ პროდუქტები, რომლებიც გლიცერინს შეიცავენ და არა ჰიალურონის მსჯავრას, იმიტომ რომ იცით რომ ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ჰაერის ტენიანობაც იკლებს და მაგალითად ჰიალურონის შემთხვევაში ღრუბლის ფუნქცია აქვს, ასე რომ ვთქვათ, იცით რომ გარემოდან იწოვს ტენს და თუ მას საკმარის ტენი არ აქვს, შეიძლება კანის ღრმა ფენებიდან ამოიღოს ეს ტენიანობა. ალბათ გსმენიათ ერთხელ მაინც ადამიანისგან, რომ ჰიალურონის მჟავა არათუ უტენიანებს, პირიქით უშრობს კანს. მიზეზი შეიძლება ეს იყოს, ასე რომ ცივი სეზონისთვის მე პირადად გირჩევთ, რომ გლიცერინის შემადგენლობით არჩიოთ პროდუქტი. სკვალანი კანს იცავს გამოშრობისგან და ხელს უშლის მნიშვნელოვანი ლიპიდების ოქსიდაციას, ანუ ჟანგვით პროცესს. კერამიდები კი სპეციალური ცხიმებია, რომლებიც ჩვენი კანის ბარიერს აძლიერებენ. შეეხება ტექსტურას, ეს ახალია, მოვიმარაგია, იგაჩვენებთ. საკმაოდ სასიამოვნო ტექსტურაა. არ არის ძალიან სქელი, დღის განმავლობაში ძალიან მიყვარს ხელზე მისი გამოყენება. იწოვება ძალიან სწრაფად, არ ტოვებს რაღაცა ისეთ ზეთოვან ფენას, რაღაცა ისეთ სიმძიმის შეგრძნებას და თუ გაქვთ მაგალითად დრო, გირჩევთ რომ ცოტა ისეთი ნოტიო კანზე წაიცვათ ხოლმე, იმიტომ რომ დატენიანებული კანი ხელს უწყობს პროდუქტის უფრო ღრმა შეწოვადობას. შეეხება პროდუქტის ბუმულებს, ყველაფერს დავურთავ ვიდეოს აღწერაში, თუ სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა, შეიხედეთ და მოინიშნეთ Mixas ზამთრის ცივი დღეებისთვის. შემდეგი პროდუქტი ეს გახლავთ სახის შრატი, რომელიც ჩემი ძალიან დიდი ხნის საყვარელი პროდუქტია და ვსაუბრობ Lancome's აი ამ Jennifer's ახალგაზრდობის გამოაქტიურებელ შრატზე, რომელსაც, არ ვიცი, უკვე ვიყენებ მრავალი წელია, ვერ გეტყვით ახლობით მე-4, შეიძლება მე-5 შეფუთვა იყოს და ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი შრატი, ვიცი რომ ცოტა ფასის თვალსაზრისით მაღალია მისი ფასი, მაგრამ არის ძალიან ეკონომიური, იმიტომ რომ მართლა რამდენიმე წვეთი გჭირდებათ, რომ მთელ სახეზე გადაინაწილოთ. არის ძალიან ელეგანტური ტექსტურა, მალევე იწოვება კანში, უზრუნველყოფს ჩემი კანის დატენიანებას, შეიცავს ეს კონკრეტული C ვიტამინს, ჰიალურონის მსჯავრას, პრე და პრობიოტიკებს, რომლებიც აძლიერებენ, აჩქარებენ რეგენერაციის პროცესს. C ვიტამინს რაც შეეხება, რაღაც ერთგვაროვანს ხდის კანის ტონს, ტექსტურას, თუ რაღაცა სასწაულს ელით,
რომ ერთ დღეს ნაოჭი გქონდა და 3 წასმის შემდეგ გაგიქრათ, ასეთ რაღაცებს ის ნამდვილად არ შევა, უბრალოდ ზედაპირულ დონეზე, აი ამ დატენიანების ფონზე ძალიან კარგად უმკლავდება წვრილ და პატარა ნაოჭებს და ტენიანობას უზრუნველყოფს. და შემდეგი ასე რომ ვთქვათ, ახალი ვერსია მინდა გაჩვენოთ, ეს არის Genifi Ultimate Serum-ი, რომელსაც მისი წინამორბედისგან განსხვავებით დამატებული აქვს კიდევ ბეტა-გლუკანი. ბეტა-გლუკანი ყორეული სახისმოვლის მოყვარულებისთვის უცხო არ არის. ბეტა-გლუკანი აჩქარებს კანის ბარიერის აღდგენას, ებრძვის კანის დაზიანებას, რის აგრძნობლად აუმჯობესებს კანის საერთო ხარისხს, ხო? შეიძლება ასე ითქვას. ეს გახლავთ სიახლე აქვს, ისიც შეიცავს პრეპრობიოტიკას, ჰიალურონის მჟავა. მე პირადად ძალიან კარგი გამოცდილება მაქვს ამ პროდუქტებთან დაკავშირებით და აი ყოველთვის მაქვს ხოლმე რუტინაში. სუნამ რომელიც ახლა მინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით ახალია ჩემს კოლექციაში, მაგრამ აი ძალიან ხშირად მივმართავ ხოლმე მას და ეს გახლავთ The Merchant of Venice's My Pearls. აი შეხედეთ, ალბათ შეამჩნიეთ, რომ ძალიან მიყვარს მარგალიტის სამკაულები. რომ წარმოვიდგინო, როგორი სუნი შეიძლება მარგალიტს ქონოდა, გიპასუხებთ, რომ აი ასეთი. ეს არის უზომოდ მაგრა გაკეთებული, ძალიან პუდროვანი, ამავდროულად კრემოვანი, ამოდი ამ ჩანგს მოვაწრობ, თორე რო კაკა, მეშობა ხმას რო გამოსემს ხელი მეშლება. ეს არის უზომოდ კარგად გაკეთებული, ძალიან ნაზი, სისუფთავის მომტანი არომატი, მინიმალურად ყვავილოვანი, ძალიან დაბალანსებულად, გარკვეულწილად რაღაც ესეთი კრემოვანიც არის. აი რო წარმოიდგინოთ, ძვირადღირებული პუდრის სურნელი აქვს. არ არის შემაწუხებელი, მაგრამ არის საკმაოდ შესამჩნევი. ხშირად მივმართავ ხოლმე ძილის წინ და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს olfactorals ეს არომატი. თან რაღაცა გარკვეულწილად რაღაცნაირი დედოფლივი ასოციაციაც კი მოაქვს. მრავალმხრივ გამოყენებადია, ძალიან ელეგანტურია, ძალიან ქალურია, უზომოდ დაბალანსებულია და ვისაც გიყვართ ასეთი ტიპის სურნელები, გატესტეთ. შემდეგი კიდევ სუნამოები უნდა გაჩვენოთ, თუმცა ამ შემთხვევაში კომბინაცია ორი არომატის. პირველი ეს გახლავთ Initio Parfum Privé's Atomic Rose-ი. არ დაგაბნიოთ ინიციოს მოყვარულებო, აი ამ ფლაკონმა ეს გახლავთ თმის მისტი. ძალიან მაგრა ვიყენებ ბერდუს აი ამ სუნამოსთან ერთად და ინიციოს Atomic Rose ვიყენებ ხოლმე თმაში, ამას ვიყენებ ხოლმე კანზე და არის არაჩვეულებრივი კომბინაცია. ვინც არიცით, გეტყვით რომ Initio Parfum Privé და Parfums de Marly გახლავთ dobili თუ როგორც იტყვიან ხოლმე ძმობილი თუ შვილობილი კომპანიები. უბრალოდ ინფორმაციისთვის ვამბობდი ხოლმე რომ Atomic Rose არის დელინას უფროსი და ოღონდ აქ გვაქვს ცალსახად ძალიან ვარდის არომატის. ოი, ვერ გავხსენე. საკმაოდ ინტენსიური, ცოტა ისეთი რაღაცა მუქი ელემენტებით, აი დელინას უფროსი და არის რა, რო წარმოიდგინოთ. დაახლოებით ეგ თემაა და ძალიან მაგარია თმაზე. მინდა გითხრათ, რომ ეჭვისთვალეთ არ შეხედოთ პარფიუმის, უკაცრავად თმის პარფიუმებს, იმიტომ რომ მდგრადობა არაფრით არ ჩამოუვარდება სუნამოს და გარდა ამისა, სუნამოსგან განსხვავებით, ბევრად უფრო ბიუჯეტურია აი ეს მოცულობა. და ვისაც გიყვართ მაგალითად თმაში სუნამოების მისხმა და ფიქრობთ რომ სუნამო თმას გიუხეშებთ, გიშრობთ, მაშინ შეგიძლიათ მოიაზროთ Atomic Rose-ი. შეეხება ბერდუს AS Rose and Lychee, ეს რაც სახელიც არის, ზუსტად ის სურნელი არის, ვარდის არომატი, უცებ წარმოვიდგენ ხელის კრემის სურნელს, მე პირადად ძალიან მომწონს ჩემს კანზე. ამასაც მოაქვს რაღაცა სისუფთავის, შეიძლება ითქვას ახალგაკრემილი კანის სურნელის ასოციაცია, ძალიან მომწონს და განსაკუთრებით კიდევ ერთ ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებ, ძალიან მომწონს Naxo Samos-ზე. ეს ორი ერთად არის უმაგრესი კომბინაცია, ვისაც სურვილი გექნებათ, გატესტეთ. ხშირად მოგიწერიათ ხოლმე, რომ მოგწონთ ჩემი მაკიაჟი, რომელიც სინამდვილეში შედგება ძალიან მარტივი პროდუქტებისგან და საფეხურებისგან. არ ვარ ზოგადად ისეთი მძიმე მაკიაჟის მომხმარებელი და პროდუქტი, რომელიც ახლა მინდა წარმოგიდგინოთ, არც დიდი ხანია სხვათა შორის მივიღე გასატესტად და ძალიან მომწონს, მინდა თქვენს გაგიზიაროთ. ბოლო რამდენიმე ვიდეოში სწორედ ეს მისვია, აი მე როგორ ლაპარაკობ, მისვია, ინახეთ, ეს გახლავთ Shiseido's Finishing Powder-ი, რომელიც აი ასე გამოიყურება. ანუ ჩვეულებრივი ასეთი პუდრა, რომელსაც მე ვიყენებ მაკიაჟის მაგივრად, ხო გეუბნებით, ბოლო რამდენიმე ვიდეოა
სულ ეს მისვია, ესე ახლაც ეს მისვია, ძალიან სასიამოვნო ტურა აქვს, არაშრობს კანს, ძალიან კარგად ნაწილდება, მე პირადად უპირატესობას მაინც ფუნჯით გადანაწილებას ვანიჭებ. არ არის ეს სრულყოფილი მაკიაჟი, ეს არის იდეალური პროდუქტი სახის ერთ ტონში მოსაყვანად. ძალიან კარგად მეგობრობს ასევე მზისგან დამცავებთან და ჩემ ხრიგს გეტყვით, თუ გინდათ დაფაროთ მზისგან დამცავის აი სიბრიალე, ძალიან კარგად გამოგადგებათ. თითქმის ყოველდღიურად ვიყენებ ხოლმე. ძალიან მომწონს და ერთხელ მახსოვს ჩემს ველაპარაკებოდი და აღფრთოვან და რა მაგარი მაკიაჟი გაქვს და ვუთხარი რომ სინამდვილეში მხოლოდ აი ეს პუდრი და ნუ ხო ცოტა ბლაში და ეს ტუჩსაცხი მისვია, სხვა მეტი არაფერი. როგორც წესი, მხოლოდ აი რამდენიმე საფეხურისგან შედგება ხოლმე ჩემი მაკიაჟი. ძალიან მომეწონა და ხო, ამიტომ გადავწყვიტე რომ შემოდგომის ფავორიტ პროდუქტებში ერთ-ერთი Shiseido's აი ეს პუდრი ყოფილიყო. შემდეგი პროდუქტი, რომელსაც განსაკუთრებით შემოდგომაზე ხშირად მივმართავდი ხოლმე ფერიდან გამომდინარე, ეს გახლავთ Pixis ძალიან ცნობილი აი ეს სტიკები, ეს კონკრეტული არის On the Glow Bronze, აი ასე ქვია. ცოტა ისეთი ჭყვიალა, ამას ძირითადად ხო highlight-ის ეფექტის მისაცემად ვიყენებ ხოლმე, აი ეხლაც მისვია, რაც შეეხება ხაწვებს, ეს უკანონმდებლად Shiseido's აი წინა პუდრი რაც გაჩვენეთ Shiseido-ი გამოვკვეთე და შემდეგ უბრალოდ აქ დავიტანე, როგორც ხდება ხოლმე highlight-ს სადაც ვისვამთ ხოლმე, ძალიან მაგარი პროდუქტია, რა ვიცი, ვფიქრობ რომ Pixis პალიტრიდან ვიტყვი რომ ყველაზე მეტად სწორედ აი ეს პროდუქტი მიყვარს, არაერთი ფერი მაქვს, არაერთი ფერი მქონია, გამიჩუქებია და ყველა ერთნაირად კმაყოფილია და ეკონომიური ასე რომ ვთქვათ, ვერასდროს ვერ გალევთ. იდეალურია მგზავრობის შემთხვევაშიც, იმიტომ რომ მე როგორც წესი მგზავრობისაც ხელჩანთით მიმოქვს ხოლმე ასეთი ტიპის პროდუქტები, არ ჩაგეშლებათ, არ ჩაიფშნება, არ ჩატყდება, არაფერი არ მოუვა და გემსახურებათ ალბათ უამრავი წელი. ძალიან მრავალფეროვანია ფერთა გამა, ნებისმიერი ადამიანი თავისი სასურველ ფერს იპოვის და Pixis აი ეს სტიკები, რომლებიც ნამდვილად ღირს გასეტესტად. და რა თქმა უნდა, ესე არაფრით არ იქნებოდა ტუჩის მოვლის გარეშე. და ეს გახლავთ La Roche-Posay-ის აი ეს ნუტრიტიკის ტუჩის ბალმი, რომელსაც ვიყენებ მრავალი წელია. ყველა ადამიანის პრობლემაა მშრალი ტუჩები, იმიტომ რომ აქ პრაქტიკულად ან ძალიან ცოტა, ან საერთოდ არ გვაქვს ლიპიდები, ანუ ცხიმოვანი ფენა და ამიტომ ტუჩი ძალიან მარტივად შრება. მე პირადად მთელი წლის განმავლობაში ვიყენებ, თუმცა რახან პირველია ეს ვიდეო, აუცილებლად მინდოდა მასზე ველაპარაკა თქვენთვის. ამრავი ტუჩის ბალმი მაქვს გამოყენებული. ასეთი ეფექტი არცეც არ მოუწია. ხალბატონებო და არა მარტო ხალბატონებო, ბატონებო, გამოიყენეთ, სცადეთ ნუტრიტიკის ესის. ვიცი რომ ეს სერიას თბილისში არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ, ნუ წონითაც რაღაცა ძალიან დიდი არ იქნება. შეიცავს ბიოლიპიდების კომპლექსს და დაახლოებით 10 თუ 11 ნაირ ზეთს. ის ასევე შეიცავს კერამიდ ხუთს, რომელიც აძლიერებს კანის ბარიერს და არის იდეალური ტუჩებისთვის. მოინიშნეთ ნუტრიტიკი, ძალიან მაგარი ტუჩის ბალმია. დამიჯერეთ რომ ბევრ ტუჩის მოვლის საშუალებას უბრალოდ გორგით გადადებთ და არ არის ისეთი უსაშუალო ფასი რომ ადამიანმა ვერ გადაიხადოს. უკვე ხო ვახსენე რომ ეს ვიდეო ისეთი არასტანდარტულია და შემდეგი პროდუქტი რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ ეს არის დეკორის ელემენტები რომლებიც მე პირადად ძალიან მიყვარს და აქტიურად ვიყენებ ხოლმე ჩემი კონტენტის შექმნის პროცესში. ამ დეკორის განსაკუთრებულობა კიდევ მდგომარეობს იმაში რომ ჯერ ეგეთი თბილისიდან ჩამოვიტანე, იქ შევიძინე, არსებობს ასეთი გვერდი, გლითერი, რომელიც ამ ყველაფერს აწარმოებს და მის უკან დგას 13 წლის ანი, რომელიც აი ამ სილამაზეებს ქმნის. იცით რა ლამაზია? აი ნახეთ, ჯერ ფერი ნახეთ, როგორი მარგალიტისებრი, აი ესეთი რაღაცა სითეთრი აქვს. ძალიან კარგი გამოსაყენებელია, მრავალფუნქციურია, სამკაულების გარდა შეგიძლიათ სულამოს სინჯები ჩამოყალოროთ, 1000 წვრილანი, რაც ყოველს გვაქვს ხოლმე, გასაღებები, რა ვიცი, 1000 რამ. შეგიძლიათ სასურველი ფერით შეუკვეთოთ. ამაში შეზღუდული არ ხართ, ყველაფერი არის თქვენს ნებასურველზე მორგებული. მე პირადად ძალიან გაყოფილი ვარ და არის მსუბუქესი. ჩამოვიტანე ბარგში მქონდა, ჩადებული, ჩვეულებრივად და აი ასე გადარჩა და ჩვეულებრივად ჩამოვიტანე. ძალიან გაყოფილი ვარ. გვერდის მომავალს აუცილებლად ვიდეოს აღწერაში დავდებთ. მინდა ასე გამოვხატო ძალიან დიდი პატივისცემა ანის აი ამ საქმიანობის მიმართ და მხარდაჭერა, ასე რომ თუ სრული გექნებათ, შეიხედეთ, ნახეთ. დარწმუნებული ვარ, თქვენთვის საინტერესო ერთ პროდუქტს მაინც თქვენს აღმოაჩენთ. დღეში სულ ეს იყო, თუ ამ თემის ვიდეოები მოგწონთ, აუცილებლად გამიზიარეთ და დრო-დრო შემოგთავაზებთ ხოლმე ჩემთვის საყვარელ პროდუქტებს, რომლებიც ვფიქრობ, რომ ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას. თქვენს გამიზიარეთ კომენტარებში თქვენი ყველა დროის ან რაღაცა წინა თვეში ყველაზე ხშირად გამოყენებული პროდუქტის შესახებ. თუ
თუ კომენტარის წერა არ შეგიძლიათ, ან რა არაფერი მოგდით თავში აზრად, ან არ გცალიათ, სასურველი ემოციაც რომ დააკომენტაროთ, ესეც ძალიან დიდი დახმარება იქნება YouTube-ის ალგორითმისთვის. მე კი ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ვინც ბოლომდე იყავით ჩემთან ერთად და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე დროებით.